გენერალურ პროკურატურაში სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ვეტერანი შევიდა, რომელიც ამ წუთებშიც გამომძიებლების კითხვებს პასუხობს და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვების სერია გენერალურ პროკურატურაში. რა თქმა უნდა, კითხვები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმის ფარგლებში არსებობს და კონკრეტულად ეხება აფხაზეთის ომსა და ტყვეების გაცვლის ეპიზოდებს. გიორგი მათიაშვილი იქამდე ვიდრე საგამოძიებო უწყებაში შევიდოდა, აფასებს გიორგი ბარამიძის განცხადებას და ის ამბობს, რომ ეს არის სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მათიაშვილი ამბობს იმასაც, რომ აფხაზეთის ომის დაწყების პირველივე დღეებში ქართულ მხარეს ტყვეები ნამდვილად არ ჰყოლია, გამომდინარე იქედან, რომ როგორც თავად აღნიშნავს, ამ დროს ქართული მხარე იყო თავდაცვის რეჟიმში და შესაბამისად ფიზიკურად ვერ ეყოლებოდა ტყვეები, თუმცა ის განცხადებები და ახსნა განმარტებები, რაც კონკრეტული ეპიზოდის გავრცელების შემდეგ, რომლის გამოც ახლა გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, ამის შემდეგ მის მიერ გაკეთებული ახსნა განმარტებების მიუხედავად, ეს ყველაფერი გიორგი მათიაშვილისთვის როგორც ჩანს სარწმუნო არ არის და ის ამბობს, რომ ეს არის გარედაკვეთა და ასე ამიტომ გააკეთა ეს განცხადება გიორგი ბარამიძემ. ეს არის მოვალეობრივი განცხადება, რა თქმა უნდა, ვიღაცის მიერ შეკვეთილი და დაკვეთილი ვინაიდან საომარი მოქმედებების შემდეგ გასული არის ძალიან დიდი დრო და იყო საკმარისი დრო და მithumetes ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეეძლოთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა და გამოეძიებიათ, და განეცხადებიათ. პირველ დღეების განმავლობაში მე რამდენადაც ვიცი, როდესაც საერთოდ საომარი მოქმედების დროს თავდაცვის პოზიციაში ხარ, ტყვეს ვერ აიყვან მე მგონი. თქვენ ლოგიკურად რომ გასაგებთ, ვინ თავდაცვის პირობებში იმყოფება, იმან შეიძლება იყოს. ჩვენ რა თქმა უნდა აგვეყვანა ჯერ და არ მინდა დაგვახრით, აბა წარმოიდგინეთ. რაც შეეხება გიორგი ბარამიძის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ის უკვე რამდენიმე დღეა, რაც ახსნა განმარტებებს აკეთებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ის ამბობს, რომ ეს არის ცირისმწამებლური კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ ახლა არის აგორებული მიმართულად და როგორც თავად ამბობს, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ, რომ ის მოღალატე დააქციონ, თუმცა მისი თქმით და მისი კიდევ ერთხელ ახსნა განმარტებით ის ამბობს იმას, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, როგორც თავად ამბობს, ის მხოლოდ პირველ დღეებზე საუბრობდა ომის დაწყების, როდესაც ქართულ მხარეს უბრალოდ ტყვეები არ ჰყავდა და მას არსად არ უთქვამს და არ უგულისხმია ის, რომ ქართული მხარე დატყვევებულ მოქალაქეებს ხოცავდა და ხრედა. ჩემი ბიოგრაფია ყველა მიცის, სად ვიყავი, სად ვიბრძოდი, რამდენი ტყვე გავათავისუფლე, ვაკეთებდი თუ არა ამ საქმეს საერთოდ, აი რაღაცა ეს კამპანიაც წამოიწყეს, მაგრამ ხა ამ უნამუსოების ენას ძვალი არ აქვს და ამ უნამუსოების ნაძირლობას ფსკერი არ აქვს. სწორედ ისა ვთქვი, რომ ომი არა აფხაზებსა და ქართველებს შორის მიმდინარეობდა, არამედ რუსეთი იყო ოკუპანტი და რუსეთმა წამოიწყო და აწარმოა ეს ომი და რუსეთი არის ვინც არის ჩვენი მტერი და ისე არ არის როგორც თვითონ ესენიც ამბობენ მათი პატრონების კრემლის პატრონებიდან ასე ვთქვათ წამოსული მესიჯებით რომ თითქოს ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო და ზუსტად ისინი ახლა ამაზე აკეთებენ სწორედ მოღალატურად აქცენტს და კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ის ხალხია რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს რუსეთმა მომისაჯა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო 6 წელი და 6 თვე და იმასაც კი ადრეც თქვი როცა ეს გამოცხადდა რომ არ გამოვრიცხავ რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს ამიტომ ამათგან არც დაპატიმრებას არ გამოვრიცხავ, არც ტყვიას არ გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშტორებას და აგერ ვხედავთ ეს ცილისამების ნიაღვარი რა ასე ვთქვათ მასშტაბებს აღწევს. სუფთა სამართლებრივად თვითონაც კარგად იციან რომ ეს არის აბსურდი. ეს ყველაფერი ჭირდება ძირითადად ისევ და ისევ ჩემი დისკრედიტაციისთვის და გაშავებისთვის ადამიანები ვინც ხა ქოცია და ამ რეჟიმის წარმომადგენელია ბუნებრივი ასრულებს რა დავალებასაც ზემოდან მიიღებენ ხო დავალება აქვს რომ აი დაესხით თავს ბარამიძეს და რაც შეიძლება სისაძაგლები ილაპარაკეთ. შეიძლება და სხვა სიტყვის გამოყენება, მაგრამ თავარი ის არის, რომ იქ თქვი თავარი, რომ ჩვენ ტყვეები გამწარებულ ადამიანებს, დედამოკლულს, მამამოკლულს, ძმამოკლულს, ოჯახაწიაკებულს არ აყავდა ტყვეები, რა არის ამაში გაუგებარი, ხო? და შესაბამისად, რომ არ აყავს ტყვე და მტერს, ესური, ცხრილავ, ხრიტავ, შეიძლება სხვა სიტყვა უნდა მეხმარა, მაგრამ შინაარსს ხო გასაღებია ტყვე არ აყავდა, თუ ტყვე არ აყავდა, ვის დავხრეტდით, ხო? ანუ კედელ
როგორც გითხარით, გიორგი მათიაშვილი ამ წუთებშიც პასუხობს გენერალურ პროკურატურაში გამომძებლების კითხვას, თუმცა ის არ არის ერთადერთი გამოსაკითხი პირივით დღეს, ვინც საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული. არსებული ინფორმაციით კიდევ 4 ვეტერანი უნდა გამოიკითხოს და სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვების სერია. ასევე აღსანიშნავია ის, რომ თავად გიორგი ბარამიძე ამ დრომდე თავად არ არის დაბარებული გამოკითხვაზე და მისი თქმით ის არ გამორიცხავს არც ერთ ვერსიას, არც იმას, რომ შესაძლოა ხელბორკილები აღნიშნული ორი მუხლის ფარგლებში და გამოძიების ფარგლებში დაადონ და მათ შორის უფრო მძიმე ვერსიასაც განიხილავს, რომ ქართულმა მხარემ რუსულ მხარესთან ითანამშრომლოს, რომ ის მას გადასცენ, სადაც უკვე მისჯელი აქვს 6 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.